ეს ერთ წელი იყო ძალიან მძიმე საჯარო მოხელეების და არა მხოლოდ საჯარო მოხელეების, არამედ მთელი სექტორისათვის, იმიტომ რომ ათ უკვე დღევანდელი დღიდან თუ გადავიხედავთ 1500-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე არის უკვე სამსახურიდან განთავისუფლებული, უამრავი სახელმწიფო უწყება არის გაუქმებული, ლიკვიდირებული, ძალიან ბევრ საჯარო უწყებაში ჩატარდა რეორგანიზაციები და ყველაფერი ამის შედეგი არის ის, რომ უამრავი თანამშრომელი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის კეთილდღეობას, სახელმწიფოს ევროპულ მომავალს, სწორედ ეს ადამიანები იქნენ განთავისუფლებული. საქართველოს პარლამენტის აპარატში მუშაობდი 4 წლის განმავლობაში, ვიყავ მთავარი სპეციალისტი. შაშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული დავიწყე უკვე აქციებზე სიარული, მოვაწერე ხელი საჯარო მოსამსახურეთა განცხადებას ხელი, რის შემდეგაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო საქმე და ჩემი ჩამოშორება და ივლისში ეს დაგვირგვინდა რეორგანიზაციის და ჩემი გათავისუფლებით. ძალიან ბევრი წინაღობა არის და იმედი მაქვს, რომ ეს ასე ვთქვათ, ერთიანად ჩვენი პროფკავშირის დახმარებით ამ ყველაფერს ასე ვთქვათ გავუკეთებთ კოორდინაციას, რომ ერთიანად ერთი ხმად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენი ხმა ყველას, რომ ჩვენ აქ ვდგავართ, ჩვენ ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და გვაქვს ის კვალიფიკაცია და ის ცოდნა, რაც ამ ქვეყანას ნამდვილად წარდგება მომავალში. აუცილებელია ჩვენი მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, 1500-მდე ადამიანი არის დღეს განთავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან. ამ ადამიანებს ეს ადამიანები არიან ტერორის ქვეშ, ამ ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი არანაირ სამსახურზე და მაშინ როცა პროტესტი აუცილებელია ქვეყანაში, უნდა დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხმამაღლად თქვა, მოაწერა ხელი პეტიციას. ამ ქვეყანაში სამწუხაროდ როგორც შრომითი უფლებები, სხვა უფლებებთან ერთად განსაკუთრებით უკვე წლებია, დიდი ხანია ირღვევა დასაქმებულთა შრომითი უფლებები და ეხლა ეს ყველაფერი მასში გაცილებით მძიმე გადმოსაცემია, იმიტომ რომ 1500-მდე ჯერ მარტო საჯარო მოხელე გაათავისუფლეს უბრალოდ იმისთვის, რომ იცავდნენ კონსტიტუციას და ზოგი ამას აღიარებს ან არ აღიარებს, მაგრამ თუ ჩვენ თავთან მარტო დავრჩებით, ჩვენ რეალურ მიზეზს აუცილებლად დავინახავთ, რის გამო არიან ეს ადამიანები გათავისუფლებულები და დაარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს არ გარძელდება, იმიტომ დაარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები მოახერხებენ და დასაქმებულები ერთი ძლიერი დიდი ორგანიზაციის და ძალის ჩამოყალიბებას, რათა ორგანიზებულად მოახერხონ საკუთარ შრომით უფლებების დაცვა.